კომპანია სოკარმა ქუთაისში მეოთხე ობიექტი გახსნა. ეს არის კომბინირებული ობიექტი, სადაც როგორც ბენზინგასამართი, ისე გაზგასამართი სადგურია განთავსებული. ობიექტზე 22 ადგილობრივი მოქალაქე დასაქმდება. კომპანიას საქართველოს მასშტაბით სულ 107 ობიექტი აქვს. პრეზენტაციას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დაესწრო. კომპანია სოკარმა გახსნა ახალი როგორც ბენზოგასამართი, ასევე გაზგასამართი სადგური, კომბინირების სადგური, უახლოესი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, უსაფრთხო. უნდა ითქვას, რომ ამ ადგილას იყო უბრალოდ ტერიტორია, არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო და განხორციელდა 2,5 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც საკმაოდ დიდი ინვესტიციაა ქუთაისის მასშტაბით. რიგით 107 სადგური აშენდა საქართველოში. და რაც შეეხება კომბინირებული, სადაც ბუნებრივი გაზის სადგურიც არის, ეს არის უკვე მე-14 სადგური. 2,5 მილიონი დოლარი დაჯდა ამ სადგურის გაკეთება, დასაქმდა 22 კაცი, 22 ადამიანი, ანუ 22 ოჯახი, მიიღეს შესანიშნავი სამუშაო ადგილები, მაღალი ანაზღაურებით.